გრძელდება. რამდენად პერსპექტიულია ჩინეთი და ზოგადად აზიის ბაზარი ქართული ღვინის ინდუსტრიისთვის და ჩაანაცვლებს თუ არა ის ტრადიციულ რუსეთისა და უკრაინის ბაზარს ხანგრძლივ პერსპექტივაში. თემაზე ეკონომისტრი სტუმარია ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე გიორგი სამანიშვილი. ბატონ გიორგი, მოგესალმებით. მოგესალმებით. ბატონ გიორგი, გასულ წელს პირველ კვარტალში ღვინის ექსპორტი ლამის 300%-ით გაიზარდა 2013 წელთან შედარებით და ეს ძირითადად რუსეთის ბაზრის ფაქტორით იყო გამოწვეული. წელს იანვარ-თებერვალში ექსპორტი შეფერხებულია ისევ რუსეთის ფაქტორის გამო და ზოგიერთ ღვინის კომპანიას ახალი წლის შემდეგ ერთი ბოთლიც კი არ გადაუზიდავს. როდისთვის ელოდებით რუსეთში ექსპორტის აღდგენას და რა მოლოდინი გაქვს ზოგადად რუსეთის ბაზრის მიმართ? დიდი მადლობა მოწვევისთვის. მართალი ბრძანდებით 2014 წელს 13-თან შედარებით ძალიან გაიზარდა ექსპორტი. ეს გამოწვეული იყო იმით, რომ 2013 წლის მეორე ნახევარში გაიხსნა რუსეთის ბაზარი და ინტენსიური გადაზიდვები დაიწყო ამ ბაზარზე. შემდეგ მოგეხსენებათ ისაც ხდება რუსეთში იგივე რუბლის დევალვაცია, რაც ძირითადი ეს არის მაპროვოცირებული ამ შემცირების. ამის გათვალისწინებით ეს საკმაოდ ლოგიკური იყო და შემცირდებოდა და 2014 წელს, როდესაც ექსპორტზე გავიდა ყველაზე დიდი რაოდენობით ღვინო, როგორც რაოდენობრივად ასევე თანხობრივად, იგივე არ იქნებოდა 2015 წელს. ამას ველოდით. შემცირება ძირითადად უფრო გაურკვევლობის გამო არის რუსეთში გადაზიდვები შეჩერებული, იმიტომ რომ უბრალოდ პარტნიორები ვერ თანხმდებიან რა ვალუტაში და რა ფასზე მოხდეს ხელშეკრულებების გაფორმება. როგორც კომპანიები აცხადებენ, თქვათ იგივე აპრილი-მაისიდან შედარებით გააქტიურდებიან გადაზიდვებს. თუმცა ექსპორტი ისეთივე მნიშვნელოვანი არ იქნება, როგორც 2014 წელს ამაზე პრინციპში ყველა მოთამაშე თანხმდება. გასაგებია, რაც შეეხება უკრაინას, ასეთივე მნიშვნელოვანია ქართული ღვინისთვის უკრაინული ბაზარი. რამდენად მნიშვნელოვანი ეს ორი ბაზარი ქართული ღვინის ინდუსტრიისთვის და როგორ აპირებს სექტორი აქ არსებული რისკების გადანაწილებას? რუსეთი და შემდეგ უკრაინა ეს არის ქართული ღვინის იმპორტიორი ყველაზე დიდი ბაზრები. მოგეხსენებათ ორივე ბაზარზე ძალიან მრავალი პრობლემა არის და ორივე მიმართულებით მაინც შემცირებას ველოდებით, განსაკუთრებით 2014 წელთან შედარებით. იგი 2014 წელს უკრაინის ბაზარზე უკვე იყო შემცირება და ეს ალბათ 15-ში გაგრძელდება სამწუხაროდ. გამოსავალი, რა თქმა უნდა, კარგა ხანია დარგი შეთანხმებული, როგორც კერძო სექტორი, ასევე სახელმწიფო, რომ ეს არის დივერსიფიკაცია. ჩვენ არ უნდა ვიყოთ დამოკიდებული ერთ კონკრეტულ ქვეყანაზე ან ერთ კონკრეტულ რეგიონზეც კი. ამ შემთხვევაში ჩვენი ექსპორტის უდიდესი ნაწილი პოსტსაბჭოთა ქვეყნებზე მოდის. ამიტომ ძალიან დიდი ძალისხმევა გვჭირდება, რომ ეს გავაფართოთ საექსპორტო ქვეყნების ჩამონათვალი და გავიდეს როგორც დასავლეთით, ასევე აღმოსავლეთით აზიაში ქართული ღვინო. და თუ არის უკვე დათვლილი, რამდენია დანაკარგი რუსეთსა და უკრაინაში შექმნილი შეფერხებების გამო? დანაკარგი, მოდით ესე ვთქვათ, რომ თუ ჩვენ ექსპორტის სტატისტიკას ბოლო წლებს გადავხედავთ და 2014 წელს იყო უპრეცედენტო მატება, ეს მართლა გამონაკლის შემთხვევა იყო. 2013-თან 12-11 წლებს თუ შევადარებთ, მატება 2015-შიც გვაქვს, ასე რომ დანაკარგებზე საუბარი მე მგონი თლათ სწორი არ იქნება. უბრალოდ ზრდა არ არის ისეთივე მნიშვნელოვანი, როგორც იყო იგივე 2014 წელს. ამიტომ და ეს პრინციპში ის რომ რუსეთის ბაზარი, ძალიან დიდი ბაზარია ქართული ღვინისთვის, არ არის სტაბილური ბაზარი, ეს მანამდეც ვიცოდით და ასე რომ ჩვენ დანაკარგებზე არ საუბრობთ, ჩვენ საუბრობთ თქვათ ექსპორტის ტემპის შემცირებაზე. გასაგებია, რაც შეეხება ჩინეთს, 2014 წელს ღვინის გაყიდვებმა ჩინეთში 2013 წელთან შედარებით 34%-ით მოიმატა. არსებობს ვარაუდი, რომ ჩინეთს შეუძლია რუსეთის ბაზრის ჩანაცვლება. გაყიდვები მატლობს იაპონიაშიც. რამდენად რეალურია ეს მოლოდინი? ამაზე და შევთანხმდეთ, ზოგადად ბაზრების ჩანაცვლება არ ხდება, თქვათ რუსეთის ბაზარი შეიძლება გაიზარდოს, შეიძლება შემცირდეს, მაგრამ ჩინეთი და იაპონიის ბაზრები დამოუკიდებელი ბაზრები არის, სადაც ჩვენი მიზანია რომ გაიზარდოს გაყიდვა. გეგმა გვაქვს, საკმაოდ აქტიურად მუშაობთ, განსაკუთრებით ჩინეთში, სადაც უკვე მთელი 2015 წლის გეგმაც გაწეული გვაქვს და 2016-ისთვისაც უკვე მონახაზი გაკეთებული გვაქვს. პერსპექტივა არის, მზარდი იქნება ქართული ღვინის გაყიდვა. თქვათ იგივე ზოგადად არ მიყვარს ორი თვის სტატისტიკით ან სამი თვის სტატისტიკით საუბარი არ შეიძლება, მაგრამ მატება გაცილებით მეტი არის წელს, თქვათ 2015 წელს, ვიდრე თქვათ 30%. იმედი მაქვს, რომ ეს და პრინციპში ესეც ჩანს, რომ ზრდა შენარჩუნდება, მაგრამ წლები დაჭირდება იმას, რომ თქვათ იგივე რუსეთის ექსპორტს მივახციოთ რაოდენობრივად.
თუმცა ბაზარი დიდია. გასაგებია, თქვენ გუშინ დაბრუნდით ჩინეთიდან, სადაც ქართული ღვინის 10 კომპანიამ მიიღო მონაწილეობა საკვებ პროდუქციისა და სასმელის გამოფენაში, რომელიც 92-ე ჩატარდა და რომელიც ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟულ გამოფენად ითვლება აზიაში და 300,000-მდე ვიზიტორი ჰყავს. რა შედეგით დაბრუნდით, თუ შეგიძლიათ რომ გითხრათ? ხო, ეს გამოფენაც ჩენდუში, ანუ სიჩუანის პროვინციაში გახდით და 10 ქართული კომპანიამ მიიღო ამ გამოფენაში მონაწილეობა და ეს გამოფენაც არის ნაწილი იმ გეგმისა, რა მიმართულებითაც მუშაობთ ჩინეთის ბაზარზე. ანუ იქ ამ რეგიონში, სადაც ცნობადობა ძალიან დაბალია ქართული ღვინის, ყავს ადგილობრივი პარტნიორი, რომელიც ცდილობს სხვადასხვა დონეზე, იგივე ასაკობრივი სეგმენტი იქნება თუ თანამდებობრივი, მოახდინოს უბრალოდ ქართული ღვინის იმ გზავნილების ჩატანა ქართული ღვინის შესახებ, რომელიც ჩვენთვის მნიშვნელოვანია. ჩინელებმა რატომ უნდა მოიხმაროთ ქართული ღვინო? და სწორედ უხსნით, რომ ეს არის უძველესი ქვეყანა, გვაქვს ჩვენი გამორჩეული ჯიშები, გამორჩეული ღვინოები და ამას ვცდილობთ, რომ ყველა მიმართულებით გავატაროთ. რა თქმა უნდა, ეს კერძო სექტორთან ერთად ხდებოდა, ეს კერძო სექტორიც აქტიურად იყო ჩართული. ამ გამოფენის გარდა 20 სხვა ქალაქში ჩავატარეთ ასევე მიღებები ადგილობრივ ღვინის კლუბებთან, იმპორტიორთა ასოციაციებთან და ასე შემდეგ. ვცდილობთ გავაცნოთ ქართული ღვინო ჩინელ მომხმარებელს, იმ პოტენციურ მომხმარებელს, რომელიც ძალიან ცოტა ინფორმაციას ფლობს ჯერ ღვინის შესახებ და მერე განსაკუთრებით ქართული ღვინის შესახებ. და ბოლოს რაც შეეხება აზიის ბაზარს, რომელი ქვეყნებია ყველაზე პერსპექტიული ამ კუთხით? როგორც პრიორიტეტულ ბაზრებში აზიის მიმართულებით შერჩეულია ჩინეთი. ეს კერძო სექტორთან ერთად მოხდა ამ გადაწყვეტილების მიღება შარშან და ჩინეთზე აქტიურად მუშაობთ. თუმცა წელს იაპონიასა და კორეაშიც ვაპირებთ. იაპონიაში აპრილის თვეში უკვე მეორე გამოფენაში მიიღებენ ქართული კომპანიები მონაწილეობას და გონია რომ იაპონია და სამხრეთ კორეაც მნიშვნელოვანი ბაზრები იქნება და მზარდი ბაზრები, უკვე მზარდია და კიდევ უფრო შეიძლება გააქტიურება ამ მიმართულებითაც. ანუ ჩინეთიც, იაპონიაც და სამხრეთ კორეაც ამ შემთხვევაში. ძალიან დიდი მადლობა. გიორგი სამანიშვილი, ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე იყო, ეკონომეტრისტი, გამოშვებას კი სოფლიო ეკონომიკური